რეჟიმის მიერ მიღებული კანონები საჯარო მოხელებსაც ეხებათ მარტივდებარე ორგანიზაციის პროცესი კანონს, რომ პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოიყენებენ, ეს ფორმულას რესპონდენტებისთვის ნათელია. არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად სუსტდება საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით. ამ მძიმე პროცესების ფონზე კი იქმნება ახალი ფონდი, რომელიც მოქმედ საჯარო მოხელეებს რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება. დეტალებს ნანო ჩაკვეტაძე გაგვაცნობს. საჯარო მოხელეებს ახლა საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ ისე როგორც აქამდე არასდროს. ამას ამბობენ აქ შეკრებილი ადამიანები. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეჟიმის რეპრესიების პირობებში რეჟიმი ავიწროვებს მათ ან სულად სამსახურიდან ათავისუფლებს სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ კრიტიკული განწყობებისა და კრიტიკული განცხადებების გამო. თანაც წამოგვეწია დრაკონული კანონებიც, რომლებსაც ხელსაკრით წოდებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აწერს. თავის მხრივ ეს დრაკონული კანონები რასაკვირველია ემსახურება სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად შევიწროვდეს და შეიზღუდოს საჯარო მოხელეების საქმიანობის უფლებები და არეალი. რაც შეეხება თავად ფონდს, ეს იქნება ერთგვარი მხარდასაჭერი ფონდი ყოფილი საჯარო მოხელეების, რომელიც ორ ძირითად მიზანს მოემსახურება. ერთი მხრივ, რომ გაჩნდეს ფინანსური მხარდაჭერა რეპრესირებული საჯარო მოხელეებისთვის და მეორე მხრივ გაჩნდეს ახალი სამუშაო შესაძლებლობები. თავარი რაც ჩემი პროფესიული ბექგრაუნდით შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ახლა დგანან ბრძოლის წინახაზე საჯარო სამსახურებში, არის მათი დასაქმება, მათ მხარდაჭერა დასაქმებაში, კერძო ბაზარზე თუ მათ ეს დაჭირდებათ, მათთვის პროფესიული გადამზადების ან პროფესიული ორიენტაციის შეთავაზება, მათთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგის შეთავაზება და ამას გააკეთებენ შრომის ბაზარზე ყველაზე კარგი პროფესიონალები. ამ ინიციატივამ გაგვაერთიანა პირველ რიგში ის ადამიანები, ვინცაც გვიმუშავია ამ სექტორში, ასევე გამოგვივლია მსგავსი გზა, როდესაც უპირისპირდებით სისტემას და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერა შევთავაზოთ საჯარო მოხელეებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს ძალაში შევიდა ის ცვლილებები, რომელიც რეალურად ისედაც მყიფე საჯარო სამსახურის რეფორმას პრაქტიკულად საბოლოოდ მოშლის, თუ არ შევუქმენით ამ ადამიანებს მხარდაჭერის ზურგი. საჯარო მოხელეების მხარდასაჭერი ფონდის პრეზენტაციაზე მოსულები არიან ყოფილი რეპრესირებული საჯარო მოხელეები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის თბილისის მერიიდან, რადგან თუ კი გადავხედავთ საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის ქრონოლოგიას, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, რეპრესირებული გარემო შექმნა სწორედ კალაძემ დედაქალაქის მერიაში. აქ არიან სწორედ დედაქალაქის მერიის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც გაათავისუფლეს ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე დგომის გამო, ხელისუფლების უფრო სწორედ კი რეჟიმის მიმართ კრიტიკული განწყობებისა და განცხადებების გამო. გვახსოვს, რომ ჯერ გროვდებოდა თავდაპირველად ხელმოწერებით ითხოვდნენ მაგალითისთვის ისევ მერიის თანამშრომლების გათავისუფლების პროცესის შეჩერებას, მათ მიმართ რეპრესიების შეჩერებას კალაძის მხრიდან, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი ამ ადამიანებს, როგორც თავად ამბობენ, დარჩენიათ ის, რომ ისევ ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში და ეს ფონდიც სწორედ ამას ემსახურება.